საღამშვიდობის და ძვირფასო ტელემაყურებლებო ეთერშია გადაცემა ნაცნობი სახეები. ჩვენი დღევანდელი გადაცემის სტუმარი გახლავთ თქვენთვის საკმაოდ საინტერესო პიროვნება. ბატონი ოთარ ჯანგიშერაშვილი, ასე რომ დარჩით ჩვენთან ერთად. მიც ანკეტა. ზოდიაქოს ნიშანი ლომი, საყვარელი ქალაქი გორი, ოცნება შეექმნა საკუთარი თეატრი. საყვარელი მწერალი კონსტანტინე გამსახურდია. ცხოვრების მიზანი წარმატებული კარიერა. ჰობი, ხელოვნება. საყვარელი რეჟისორი და მსახიობი, პიტერბურგი, რამაზ ჩხიკვაძე. სიმღერა, რომელსაც ხშირად ღიღინებს, ფანჯარაში მტრედია. საყვარელი ფერები, ცისფერი, ზურმუხტისფერი, შავი. ბიოგრაფიული შტრიხები. ოთარ ჯანგიშერაშვილი დაიბადა 1943 წლის 29 იუნის ქალაქ გორში, მოსამსახურის ოჯახში. 1960 წელს დაამთავრა გორის მეხუთე საშუალო სკოლა. სკოლაში სწავლის პერიოდში მონაწილეობდა სხვადასხვა სახის მოსწავლეთა შემოქმედებით ღონისძიებებში. 1960 წელს გაემგზავრა მოსკოვში და დაიწყო მუშაობა რომის ჯგუფში, გამნათებლის თანაშემწედ. 1963 წელს გაიწვიეს სამხედრო სავალდებულო სამსახურში. 1966 წელს კიევში ჩადის და აბარებს თეატრალურ ინსტიტუტში. ოთარ ჯანგიშერაშვილის სხვადასხვა წლებში მოღვაწეობდა მოსკოვსა და პეტროზავოდსკის თეატრებში. შემდეგ კი ნიჟნი-ნოვგოროდის აკადემიურ თეატრში იწყებს მუშაობას 3 წლის განმავლობაში. 1999 წელს იგი მიიწვიეს ნოვგოროდის ახალ საექსპერიმენტო თეატრის ხელმძღვანელად. ბატონი ოთარი არის ვოლგოგრადის ახალი საექსპერიმენტო თეატრის მთავარი რეჟისორი და დირექტორი, რუსეთის ფედერაციის სახალხო არტისტი. მას ჰყავს მეუღლე, ქალიშვილი და ერთი შვილიშვილი. ოთარ ჯანგიშერაშვილი ბავშვობიდან ოცნებობდა კინოვარსკვლავობაზე. სკოლაში სწავლის პერიოდში არ გამოირჩეოდა განსაკუთრებით დიდი სიბეჭდით. არ უყვარდა მათემატიკა, ფიზიკა. სამაგიეროდ კარგად სწავლობდა ჰუმანიტარულ საგნებს. ჰყავდა კარგი კლასი, კარგი მეგობრები და კარგი მასწავლებლები. განსაკუთრებით დიდი სიყვარული იხსენებს პედაგოგ მარგარიტა ედიშერაშვილს, რომელმაც შეაყვარა ხელოვნება. მოხვდა კლასის მოსწავლე ჩუმად საბნის ქვეშ ჯიბის ფანარით ინათებდა და კითხულობდა მხატვრულ ლიტერატურას. ეს პერიოდი დღეს უკვე ცნობილ საზოგადო მოღვაწეს ღიმილით ახსენდება. Tutaj kuchis baš. Lēsiti cudi gagēbit ar, დღეს არის, დღეს მიიღო. ეს სხვაშინა არის ამ გაგებამ. без დროს ვადარდი ქუჩაში თამაში და არ ვიყავი ესეთი სწავლის გადაყოლილი. არ მგონდა ნიჭი არც გადაცემა მათემატიკაში, ფიზიკაში, აი ესეთ ტექნიკურ საგნებში ვერ ვუდებდი გულს. მიყვარდა ლიტერატურა და ისტორია და გუმანიტარული საგნები, რომელსაც ერთი თვალის გადავალებდი თვალს და უკვე ვიცოდი ლექსი ვიცოდი, მოთხრობა შეხარავ გითხულობდი. და კითხვა დავიწყე ძალიან ადრე. რადგან მეხუთე კლასში ვიყავი, მაშინ შუქები არ იყო სახლებში. და მე ლამპები იყო. და მეგონა ფანარი, ჯიბის ფანარი, და იმ ჯიბის ფანარით საბნის ქვეშ ვკითხულობდი ციკს. და ყველა სიზიმა სახში. და ამის ვკითხულობდი ციკს. ეს ხო ჩემი საერთომლებო და მე მგონი მეხუთე მეექვსე კლასიდან დავიწყე ეს. და მე რომანტიკული კნიგები წავედა დიომა და თელერაც პირატული მოძრაობის წიგნები ამას ვკითხულობდი. ეს ხო ჩემი საერთომლებო ლიტერატურული გადაცემის, რომელიც არ ჩემ კლასელებმა იცოდნენ, არავინ არ იცოდა. მე ბიბლიოთეკა იყო ის ძალიან კარგი საკონსერვო ქარხანა იყო მიწველი. არც გეხსენებათ იქ ბიბლიოთეკა და იქიდან მომქონდა ის წიგნები. ბიბლიოთეკაში მოვყვარდი და ვიცოდი რომ რიგში ვიდექ ხოლმე კარგია და მოლდის კონდეს წიგნები. ეს უკვე ჩემი საიდუმლო ცხოვრება. ისე სხვა არაფერი ისეთი არ ყოფილა რომ ჩვეულებრივი მოსაფრები ვიყავით კარგი მეგობრები ერთმანეთში კლასში, სხვანაირი ურთიერთდამოკიდებულება იყო. ჯერ იყო არტაშკოლა, მე გაგო ერთიანის ქალიშვილებთან და უკვე მხიარული ცხოვრება დაიწყო. ზურალს მეგობრები იმას რომ კარგი სკოლა იყო, კარგი მასწავლებელი მყავდა თავიდან კალტონი აშხენა, მასწავლე პირველი მეოთხე კლასი, მე კალტონი მარგარიტა, სერგო ჩუკერაშვილი ჩვენი დირექტორი სკოლის, მეხუთე სკოლის დირექტორი. სკოლა იყო ძალიან ნიჭიერი, ავთანდილ ლობჟანიძე იყო ჩვენთან პირველი ხელმძღვანელი, მაშინ ციკლს გვასწავლიდა. და მეოთხე კლასში ვიყავი და მივიღე დადგეს რაღაც ცეკვა შეჯიბრი იყო და მე ვიყავი და მეორე ვიღაც ამხანაგებთან არ მახსოვს ვინ იყო ჩემთან. და გამოვედი. გონსკაგოგაშვილის ის კრება იყო და გამოაცხადეს ჩვენი ცეკვა და გამოვარდი ცეკვა და შუა ცეკვაში გავჩერდი, დამავიწყდა ილეთ. მეოთხე კლასში დამავიწყდა და არის რა და ტექნიკურად დამავიწყდა გავჩერდი რა. პატარა იყო გავჩერდი დავფიქრდი და
ავტოლუბჟენიძე გამოაცხადა, ეს გააგზავნებს ჩემ გზასო. და ლუბჟენიძე იყო მაშინ ყველაზე პირველი მოცეკვავე ქართული ცეკვისა. არის ტანი ქონდა და ლამაზად ცეკვავდა ეს ყველა ქალაქის დღესასწაულების გამოდიოდა. ეს ისტორია ცეკვაზე დავდიოდი. ჩემი ხელმძღვანელი იყო მურადი იყო, კლერის თავია მურადი. აზორი კუპრაძე გვასწავლიდა ხოლმე ჩვენზე დიდები იყო. ბატონი ოთარისათვის თეატრი ყველაფერია, მისი სულია, ცხოვრება. მან მოახერხა და თავისი ოცნება განახორციელა, შექმნა თავისი სამყარო, საკუთარი თეატრი. მას ვოლგოგრადის საზოგადოება კარგად ცნობს და დიდი პრივილეგიებითაც სარგებლობს. იგი ყოველ ნაბიჯზე გრძნობს ხალხის სიყვარულს. ეს დადებითი ემოციები მასზე ძალიან მოქმედებს. ამიტომაც ოთარი ცდილობს უფრო მეტი ახალი სპექტაკლი შესთავაზოს თავის ერთგულ მაყურებელს, იმ ადამიანებს, რომლებიც აფასებენ მის ნიშსა და შესაძლებლობებს. ცხოვრებაა თეატრი, პროფესია და ცხოვრება. ჩემი საქმეა, ჩემი სულია, ყველაფერი ჩემია. ჩემი შვილია, 300 კაცი მუშაობს რეჟიმთან. ჩემი სტუდენტები, ეს თელი ცხოვრება, ეს სამყაროა, ჩემი სამყაროა. რა თქმა უნდა, ეს მე რატო გავჩერდი ვოლგრადში, ამ ქალაქში, იმიტომ რომ ბევრი საშუალება უნდა საზოგადოებრივ გავდი სპექტაკლებს მოსკოვში მეპატიჟებდი, ოდუნდა მეპატიჟებია, მაგრამ საკუთარი თეატრის ფასი ეს არ მოუდგენელია, იმიტომ რომ რომელ თეატრში არ უნდა წახვიდე, რომელ ქალაქში არ უნდა გადახვიდე, ეს სხვა დასია, სხვა ხალხია, რომელსაც უნდა შეეგუო, რომელსაც უნდა წახვიდე დიდ კომპრომისებზე, შემოქმედებითი, ადამიანური და სხვა. ძალიან ძნელია ეს პროცესი ამ სხვა ხალხთან შეთავსებისა და შენ რო შექმნის შენს თეატრს, შენ რო შეგროვ ყველა ხალხს და ეს ყველა ხალხი არის შენი თანა მოაზრე აქტიურად და შეიძლება რაღაც არის მოწინააღმდეგე აზრები არის მოწინააღმდეგე რაღაც სულისბა და რაღაცები ხდება ადამიანები ვართ ყველა, მაგრამ ეს არის შენი თეატრი. შენი ეს არის შენ ახარ ყველაფერი ამ თეატრში. შენზე ლოცულობენ ამ თეატრში, მე ვლოცულობ ამ თეატრზე. ქალაქში ეს ჩემი თეატრია. ქალაქში ეს ისეთი პრივილეგიები მაქვს ამ თეატრთან დაკავშირებით, რომ აი ბაზარზე რომ მივდივარ რაღაცის საკეთებთან რა, აი ეს მოხუცი ქალები ის ფულს არ მართვენ რომ ის პაკეტი რო ვიყიდო. ისეთი განწყობა აქვს ჩემთან. სასიკვდილო ყველა მიიღიმის. ვინც მისცემს ის შემოვარდა ხელი შემორთება счастье позвольте поздороваться с вами. ხელი შემოვარდა მადლობას მიხდია. ამას რა ჯობია. ეს ემოციები ფარავს იმ დანაკარგს, რაც რაც მაგალითად არის იმ დიდი მოსკოვის ქალაქისა და ნიუ-იორკისა და ამ ვოლგოგრადის მანდილის და იმ ოპერატორებს, რაც იმ დიდ ქალაქებში ხდება. აი ეს სამყარო, ეს უნიკალური სამყარო, იმიტომ რომ საბჭოთა რუსეთის საბჭოთა კავშირის ტერიტორიაში არ იყო ესეთი პრეცედენტი, იმიტომ რომ ესეთი თეატრი შეიქმნა მხოლოდ განაპირობა იმან, რომ პირველად მთელ საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე დაიხურა თეატრი. მოისპო ვოლგოგრადის დრამატული თეატრი, რომელიც ცუდად მუშაობდა, კონფლიქტები იყო და მინისტრ საბჭომ ЦК-ს თამადობით პირველად გადაწყვიტეს დაეხურათ ორგანიზაცია. ეს არ ყოფილა ეს რაღაც. ეს რომ დაახურეს, მე მომბატიჟეს, იმიტომ რომ მე ვღებულობდი დისკუსიას მე თქვი პრესაში ახალი თეატრის პრინციპებზე. და ამათ დამეპატიჟეს ვოლგოგრადის მისურვებმა ამ გორკის თეატრის ხელმძღვანელობიდან. წავედი, იმიტომ რომ ჩამოვარეს სარიელი თეატრი. შემისურვეს ყველა მოთხოვნილება. რაც შეუძლებელი იყო მაშინ შესრულების. ოთარ ჯანგიშერაშვილი მშობლიურ ქალაქს რამდენიმე დღით ესტუმრა. ქალაქის ინტელიგენცია მას საზეიმო შეხვედრა მოუწყო გორის გიორგი ერისთავის სახელობის დრამატულ თეატრში. ბატონმა ოთარმა თეატრს და მის თანამშრომელს მოულოდნელი საჩუქარი გაუკეთა. $1000 გადასცა თეატრსა და ღვაწლს მსახიობს როზა ცაბაძეს. სამომავლოდ კი წარმატებული მსახიობისათვის დააწესა $1000 ოდენობის ჯილდო. როგორც თეატრში მყოფმა საზოგადოებამ აღნიშნა ბატონი ოთარი ის პიროვნებაა, რომელმაც თავისი მოღვაწეობით არა მხოლოდ რუსეთს, არამედ საქართველოსაც გაუთქვა სახელი.
თითოეული გორელიშვილის ბატონი ოთარის განცხადება იმის თაობაზე, რომ იგი დააწესებს თავის სახელობის სტიპენდიას, ეს არნახული შეიძლება ითქვას ზღაპრულია, მე თვითონ გორში ვარ დაბადებული, გაზრდილი, აგერ უკვე ასაკში შესული კაცი, მაგრამ ესეთი რამე არ ამსმენია თითქოს მთელი ჩვენი ქვეყნის საქართველოს მასშტაბითაც კი. ესა ის უდიდესი მეცენატობა, უდიდესი ადამიანობა და ბატონი ოთარისგან ეს ერთი მხრივ არც არის გასაკვირი, ეს მსოფლიო რანგის თეატრალია და მან თვითონვე შექმნა ეს თითოეული კაპიკი, რასაც პირდება და კიდევ მეტის შექმნა. ბატონ ოთარს ყავს მეუღლე ირინა მნუშკინა, ხოლო პირველი ქორწინებიდან ყავს ერთი ქალიშვილი და შვილიშვილი. მისმა სიდემ სტიუარტ მაკკენზმა გორის თეატრს საჩუქრად გადასცა $2,000 და ამით გარკვეულწილად მხარი დაუჭირა მამულიშვილ საქმეში თავისი სიმამრს. ბატონ ოთარს საოჯახო საქმიანობისათვის ნაკლები დრო რჩება. მას კარგი მეუღლე ყავს, რომელიც ქმრის გულშემატკივარია და ყველანაირად ხელს უწყობს შემოქმედებით საქმიანობაში. Большой поклонница и не сказать, что я с момента создания театра я видела спектакли. Нет, спустя там 4 года я случайно абсолютно попала в театр и влюбилась в те спектакли, которые я увидела. Это было «Женитьба Фигаро». В этом спектакле меня поразило. Во-первых, он очень массовый спектакль, а во-вторых, в нем присутствует очень много грузинских танцев. То есть Игорь Иванович несет свои грузинские корни на нашу русскую сцену. Это был день театра, а потом состоялся такой небольшой банкет. И мы как посмотрели друг на друга и познакомились. И прошло уже почти 10 лет с того момента. Да, то есть такой кусочек. Какой? Самое главное в нем, я думаю, это его человечность и одновременно скромность. Потому что говорят, что тяжело жить с талантливыми людьми, потому что они избалованы любовью публики, и очень трудно найти какое-то место в этом сердце, чтобы и на тебя хватило бы энергии рядом. Нет, с Степановичем не трудно жить, потому что я болею его делом, и я всегда очень переживаю за те премьеры, которые выходят. Он к каждому своему спектаклю относится как к новому ребенку. Этот процесс очень долгий, но потом он очень радостный. Я не думаю, что я помогаю. Я помогаю, чем могу. Я помогаю тем, что пытаюсь создать какую-то добрую обстановку, чтобы его не тревожили никакие домашние проблемы, чтобы не влияли на творческий процесс. Вообще я поняла, что талант — это такое же естественное умение, наверное, как дышать. То есть это дано от Бога, я думаю. Вот он очень добрый. Очень, я его очень люблю. Вот. ქალბატონი ეთერი ძმის შესახებ აღფრთოვანებით საუბრობს. მისი თქმით, ბატონი ეთერი მეგობრების, ნათესავების იმედია, ყველას გაჭირვების ტალკოსი. საყვარელ ძმას უსურვებს ჯანმრთელობას, შემოქმედებით წარმატებებსა და დიდი ღვაწლი შეიტანეს ქართული კულტურის განვითარების საქმეში. საყვარელი ძმა, იმედია ოჯახის, არა მარტო საკუთარი ოჯახის, არამედ თავისი მეგობრების, ახლობლების, ნათესავების, უყვარს ყველა მეზობელი, ახლობელი, მეგობარი, ყველას გაჭირვების გულთან მიტანა ის. ოთარ ჯანგიშერაშვილი 51 წელია, რაც რუსეთში მოღვაწეობს. იგი გულახდილად გვიყვება თავისი ცხოვრების შესახებ და ამბობს, რომ ცხოვრება ბრძოლაა. მას ძალიან გაუჭირდა უცხო ქვეყანაში თავის დამკვიდრება. იყო უამრავი პრობლემა, რომლის მოსაგვარებლადაც ბევრი უძილო ღამე გაუთენებია. თუმცა იმ ეგრეთ წოდებულმა ექსპერიმენტმა, რომელშიც დიდი სიყვარული, ენერგია და ძალისხმევა ჩადო, გაამართლა. ვოლგოგრადის ახალი საექსპერიმენტო თეატრის სცენაზე პირველი სპექტაკლი რომეო და ჯულიეტაც დაიდგა. მას შემდეგ თითოეული სპექტაკლი ანშლაგით მიმდინარეობს. ვოლგოგრადებმა მაყურებელმა უკვე შეიყვარა ეს თეატრი, რომელიც დამოუკიდებელია ხელისუფლებისაგან, პოლიტიკისაგან და მხოლოდ დამოკიდებულია იგი თავის ერთგულ მაყურებელზე. ოთარ ჯანგიშერაშვილი აერთიანებს ერთდროულად რუსული და ქართული თეატრის კულტურულ ტრადიციებს.
იგი ყველაფერზე ზრუნავს მუსიკაზე, კოსტუმებზე, სინათლეზე, დეკორაციებზე და ასე შემდეგ. აქ ყველაფერი მისი იდეით ხორციელდება. ის არა მხოლოდ შესანიშნავი ადამიანია, არამედ კარგი მეუღლე, კარგი მამა და კარგი მეგობარიცაა. მას ძალიან უყვარს საქართველო. მოსწონს ჩვენი პრეზიდენტი. სურს თავისი წვლილი შეიტანოს საქართველოს კულტურის განვითარებაში. ამიტომაც მოუწოდებს ყველა ბიზნესმენს მეცენატობისაკენ და უსურვებს შიდა ქართლის მოსახლეობას ეკონომიურ, კულტურულ ძლიერებას. მე გეტყვით რაღაცას. მე დიდხანს ძალიან მიყვარს საქართველო, რა თქმა უნდა, მაგრამ ესეთი ინტერესი, როგორც ეს გამოჩნდა, ეს პატრიოტიზმის შერწყმისა, არ ყოფილა თავისებში. ძალიან მიყვარს ეს მოწოს ეს ახალგაზრდა ჩვენი პრეზიდენტი იმის გარშემო ის ტრიალებს ნიჭიერი ახალგაზრდობა ამ ესეთი უდიდესია რეალა პატრიოტიზმის შეგრძნებისა და იმიტომ მეც რაღაც ნაბიჯებს ვდგავრო მეც ჩემი მამულიშვილების ვალი შევიტან და გავაკეთო რაც მე შემეძლია რომ საქართველო გაერთიანდეს გაძლიერდეს აი მალდეს საქართველოს კულტურა იმიტომ რომ საქართველოს კულტურა თუ არ ამაღლდება რა სულიერად ხალხი თუ არ გაიზრდება არც ტერიტორიული გაერთიანებას ექნება საშუალება არც ერის გადარჩენას ექნება საშუალება და არც ერის გაერთიანებას ექნება საშუალება ასე რომ მომავალი არ იქნება ამიტომ მინდა რომ უსურო შიდა ქართლი და ჩვენ ქართლს მიაქცევენ ყურადღება კულტურას, თეატრს. თეატრის სიკვდილი ეს არის ტრაგედია ერისთვის. თუ თეატრი ერთხელ კვდება. და ესეთ სიტუაციაში მეორე აღარ დაებადება ეს თეატრი. ეს გამორიცხულია. რეპერტუარული თეატრი, რეპერტუარის თეატრი, რომელიც იყო ჩვენი ქართლის თეატრი, ერისთავის თეატრი, ეს იქნება მომავალში უნიკალური გამოვლენები, იმიტომ რომ ფინანსურად ძალიან ძნელია და ასე შეინახო. ქალაქს არ იქნება ამის საშუალება. თუ დაკარგა, ვეღარ ეს იქნება ჩვენი თეატრის შენობა იქნება საკონცერტო დარბაზი სხვა კოლექტივებისგან, რომლებიც პრეზიდენტ ჩამოვლენ, ითამაშებენ ძავლენ. მაგრამ ქართლში, გორში ეს თეატრი არასდროს არ იქნება. ესე იგი, კულტურის აჩაგი მოხდება. ამიტომ მე მოუწოდებ ყველა ადამიანს, ვინც ბიზნესმენია, ვისაც აქვს უშუალო ეკონომიკური, დაუჭიროს ყოველ მხრივ პატარა ნაბიჯი გადადგან, ცოტა ფინანსურად დაეხმარო, მორალურად დაუჭირო მხარი თეატრის მომსახურე ხალხს, რომ ამათ არ დაკარგონ ეს სიყვარულის უნარი თავის პროფესიისა. აი ეს ჩემი ახალ საექსპერიმენტო თეატრს წელს სექტემბერში 15 წელი ისრულდება. ბატონ ოთარ სურს მსახიობებთან ერთად ამერიკაში გამგზავრება, სადაც მაყურებელს შესთავაზებს ახალ სპექტაკლებს. ჩვენ კი გორელ სახელოვან მამულიშვილს, ვოლგოგრადის ახალი საექსპერიმენტო თეატრის მთავარ რეჟისორსა და დირექტორს, ბატონ ოთარ ჯავნიშერაშვილს შემდგომ შემოქმედებით წარმატებებს ვუსურვებთ. ძირფასი ტელემაყურებლებო, ამით ჩვენი გადაცემა დასრულდა. ჩვენ ერთ კვირაში კვლავ შეხვდებით ერთმანეთს და ისევ თქვენთვის საინტერესო პიროვნებას წარმოგიდგეთ ოჯახურ გარემოში. მე საუკეთესო სურვილებით გემშვიდობებით. მომავალ შეხვედრამდე.